გორში სადგურის დასახლებაში სროლის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში ის პირები იკითხებიან, ვინც მომხდარ ფაქტს შეესწრო. თვითმხილველებთან გასაუბრება წუხელ გვიანღამით TV მონიტორინგის გადამღებმა ჯგუფმა შეძლო. ისინი ამბობენ, რომ დაახლოებით 8 ჯერ გასროლის ხმა გაიგეს და ვარაუდობენ, რომ ტყუები სადგურელი ბიზნესმენის მაღაზია ჯინის მფლობელის მისამართით იყო მიმართული. სროლის დროს დაიჭრა 20 წლის ახალგაზრდა, ის თავის არეში მიყენებული ჭრილობები ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ კი ექიმების გადაწყვეტილებით მისი გადაყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა. დაჭრილი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ამ ეტაპზე ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ეს იყო ალბათ რევოლვერიდან ან სანადირო თოფიდან ერთი 8 გასროლის ხმა მაინც გავიგე. ეს არ გავსულვარ ქუჩაში, უბრალოდ თავი ჩავღუნე, იმიტომ რომ გადასული ვარი ჩემი ეზო იმ სახლთან, სადაც ისროლე. არც ამდგარ არა, ინსტინქტით თავი ჩავღუნე, მარტო რომ ბრმატყვია არ მომხდეს მეთქი და ასევე წინა მხარესაც ახალგაზრდა ქალმა და ბავშვმაც ბავშვს უთხრა, რომ დედა არ ადგე და მიწყნარ და ესროლა, მე შევიდნენ სახლში და მეც აქეთ გამოვედი. მაღაზია მაგ საორიენტაციოდ ვისაც ესროლის, მის მაღაზია არის სადგურის ტერიტორიაზე ჯინი. თუ იმის მეპატრონია, ეგეც არ ვიცი, იმას ესროლის თუ არა, მაგრამ მან მაგბინაში ვინ ცხოვრობს, იმის მაღაზია ზემოთ ჯინი. მეტი არაფერი მე აბსოლუტურად არ ვიცი. ვიღაცა შეოსულა და ისროლა და გიჟივით გავარდი, შემეშინდა. უცხოები კი არ არიან, შინაურები არიან ჩემი. გაგიჟებული შევარდი და ვერ გავიგე ვერაფერი და მივდივარ ახლა მაღაზიაში. გვიან გავიგე მე და გავარდი გიჟივით, იმიტომ რომ შულები ისინი შინაურები არიან ჩემი და თავქუთ მოგლიჯილი გავიქეცი, მაგრამ ვერაფერი ვერ პოლიცია ელოდება, რას ელოდებ, რის გარკვევას ელოდება. ვიცნობ ჩემი შინაურები არის, მაგრამ იმას ესროლეს, სხვას ესროლეს ვერ გავიგე ვერაფერი. პირადად არ მინახია, არ ვიცი. თუ სინამდვილე შეეფერება, ვახტანგ აბულაძის ოჯახია. თუ ეს სინამდვილე შეეფერება და მე რაც არ დამინახია, რა ვქნა, მე გვიან სამსახურიდან გვიან მოვედი.